ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოღებულია, ოპოზიციის რეაქციაზე კი კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიცია მუდმივად ცდილობს საკუთარი ქვეყნის იმიჯის შელახვას, რაც ქვეყნის მტრობაა. სოფო ბერიძე გვიერთდება თემით პირდაპირ ეთერში. ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიცია ახალ ნარატივზე გადაეწყო. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც აქამდე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სასანქციო პოლიტიკის დარღვევას აბრალებდნენ, ახლა ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ყულევის ნავთობტერმინალში წესები კი ირღვევა, მაგრამ საქართველოს ეს აპატიეს ქვეყნის მიერ აღებული ახალი ვალდებულებებისა და აზერბაიჯანის მიმართ ვაშინგტონისა და ბრიუსელის დამოკიდებულების გამო. როდესაც ოპოზიციას ვეკითხებით, რას ეფუძნებიან ასეთი მძიმე ბრალდებების დროს, მათი ნაწილი ერთ კონკრეტულ ჟურნალისტურ გამოძიებას იშველიებს. ეს მაშინ, როდესაც დევიდო სალივანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში წერს, რომ ევროკავშირი აფასებს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ვალდებულება აიღეს, რასაც ჩვენ ვიტყოდით ამ ხნის მანძილზე, რომ სანქცირებული ტვირთი აღარ გატარდება, მათ შორის ყულევის პორტში. საჯაროდ არსებული წყარო იყო, სადაც იყო ჟურნალისტური გამოძიება, სადაც იყო საუბარი ამ სანქცირებული ტვირთვის გატარებაზე. მადლობას უხდის საქართველოს იმ მუდმივი ძალისხმევისთვის, რომ სანქციებს არ არყოს და თქვენთვის ეს მტკიცებულება არ არის, რომ ყულევში სანქციების პოლიტიკა არასდროს დარღვეულა? არა, დიპლომატიური ესე ვთქვათ, ენა არის აქ გამოყენებული. წერილში წერია თეთრზე შავად, რომ საქართველოს იღებს ვალდებულებას, რომ არ მოხდება იმ დათქმების არ შესრულება, რაც არსებობს ამ მიმართულებით. ოპოზიციის კამპანია მმართველი პარტიისთვის და თავად ოპოზიციის ერთი ნაწილისთვისაც ქვეყნის მტრობის დასტურია. დღეს პარლამენტის დეპუტატებმა გვითხრეს, რომ წლებია ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არის დაკავებული. კოლექტიურ დაცმოძრავებას ხოლმე შეუძლია, რომ წაიკითხოს ის ჩაგდებული SMS-ი და მესიჯი, რომელსაც მე ქართულად თვითონ თარგმნიან ხოლმე და წერტილის და მძიმის შესრულის უფლებასაც კი არ აძლევენ, ასეთი განცხადებები არაერთი გვინახავთ. ყულებზე შეტევა და თავდასხმა, ეს კოლექტიური დაცმოძრავების მხრიდან ეს არის თავდასხმა ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობაზე. ეს არის ძალა, რომელიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოს ყოველთვის ყველა ფორმით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მათ ბოგის ჩვენ ქვეყანაში დაესვას წერტილი სამართლებრივად. ძალიან სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი რადიკალები, რომ კვლავ მანიპულაციით შებრალონ საქართველოს სტატუსი და ინტერესები. ერთ მნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა ყულევის ტერმინალის სასანქციო სიაში შეყვანის. სწორედ ეს იყო იმის ფაქტობრივი მოცემულობა, რის გამოც საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნა მიღებული. შესაბამისად, მცდარი და მანიპულაციურია ყველა ეს მცდელობა, რომლის თავს მოხვევას ჩვენი რადიკალები ცდილობენ საკუთარი მომხრეებისთვის. გვახსოვს 2 წლის წინ შავი ხვრელების კამპანია რომ დაიწყო. აი ზუსტად ამ ხალხმა ეგრეთ წოდებული ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა, რომ შავი ხვრელებია, ხალხო, ჩამოდით საქართველოში დაბომბეთ, ომი დაიწყეთ, ჩამოაგდეთ ხელისუფლება, აღმოჩნდა, რომ ბრიტანელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ დადგინდა, რომ არაფერი არ ქონდა დარღვევა საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიზების მიზნით საქართველოს. პირიქით თქვენს რომ იყო საქართველოს პირნათელი საერთაშორისო სანქციების შესრულების თვალსაზრისით. თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს მოქალაქე ხარ, მე რა რომ ხელისუფლების წინააღმდეგი ხარ. შენი ქვეყნის ასეთ უმნიშვნელოვანეს ობიექტზე სანქცია რომ მოიხსნება, გეწყინება და იმდენად გეწყინება, რომ გეტკინება. გუშინ გახდა ცნობილი, რომ ყულევის ნავთობტერმინალი ევროკავშირმა სასანქციო პაკეტიდან ამოიღო. 18 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელის ინფორმირება უზრუნველყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც საბოლოოდ დაეფუძნა ევროკავშირის გადაწყვეტილება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ყულევის ნავთობტერმინალს აღარ დაასანქცირებს. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა.